ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ქალბატონ რაიხ ფიურერისგან მისი გიჟური დეკარბონიზაციის პოლიტიკის შესახებ გაკეთებული განცხადებები. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც სიღარიბე და უდიდესი ზიანი მოაქვს. მას გონია, რომ მთელი კონტინენტის მასშტაბით შეუძლია ტემპერატურის შეცვლა. გონია, რომ შამანი ან ჯადოქარია, რომელსაც ეს შეუძლია. სინამდვილეში ის უკიდურესად სახიფათო ფიგურაა, რომელიც საგიჟეთში უნდა დაამწყდიონ. ეს ჩემ მიერ გამოტანილი პოლიტიკური დიაგნოზია. თქვენ არ შეგიძლიათ შეურაცხყოფა მიეყენოთ ამ ადამიანს. მოგიწოდებთ წესრიგისკენ და ადეკვატური ენით საუბრისკენ. სხვა შემთხვევაში მიკროფონს გაგითიშავთ. ქალბატონო თავმჯდომარე, ისევ ვერ მოვისმინე თარგმანი. მე ვთქვი, რომ ან ისაუბრებთ ადეკვატური ენით, ან მიკროფონს გაგითიშავთ. ამ ინსტიტუციაში არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიეყენოთ. ვთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. ქალბატონო თავმჯდომარე, იქნებ მითხრათ ჩემი მიერ გამოყენებული სიტყვებიდან რომელი იყო შეურაცხმყოფელი. თქვენ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს ნაცისტი უწოდეთ. ეს მიუღებელია და ამას არ დავუშვებ. მე მხოლოდ მის პოზიციაზე ვსაუბრობდი. ის რაიხსფიურერი ფონ დერ ლაიენია, რადგან ის სწორედ ამ სტილით იყენებს იმ უდიდეს ძალაუფლებას, რომელიც თქვენ მას გადაეცით, რაც არასწორია. კარგით, გამოუვთეთ მიკროფონი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.